ხარისხობრივი კომპონენტი ყოველთვის ითვლებოდა წლების განმავლობაში ძალიან მანკიერ პრაქტიკად ჩვენი სამეწარმეო ქმედებების, ხო? იმიტომ რომ სამწუხაროდ გვიჭირდა ხოლმე როგორც წესი ხარისხობრივი კომპონენტის დაჭერა კრებსითაც. მაგრამ მადლობა ღმერთს ბაზარზე არსებობენ და არსებობს რეალურად ადამიანი, ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ხარისხობრივ ნაწილს აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. აქედან გამომდინარე, მე მინდა გითხრა, აი მართალი ღვინოებიო წეგან ახსენე და მოდი ამ თემას ჩაუღრმავდეთ რეალურად, რა არის მართალი ღვინო? ხარისხობრივად ტექნოლოგიურად განვარტოთ. მოდი თქვათ, ალბათ მართალი ღვინო შეიძლება დაერქვას იმ ღვინოს, სადაც ტექნოლოგიურად მინიმალური ჩარევა ხდება ადამიანის ხელიდან. მოდი ეს შეიძლება ერთ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიოდეს იმასთან, რა ქვია, იმ ჩვენ შეხედულებას, რომ რა ქვია, გლეხი ღვინოს რო იმაშვება რამდენი, ოღონდ კარგად მინდა რომ გაიგოს მსმენელმაც და მაყურებელმაც, რომ ამ შემთხვევაში ღვინოს დამატებითი ფაქტორების ჩარევა არის ფაქტიურად მოშორებული. რაც ნიშნავს იმას, რომ აი მაგალითად ქართული ტრადიციული ტექნოლოგია ითვალისწინებს ჭაჭაკალერძე ქვევში დაყენებას ღვინის, რომელიც მონაწილეობს ყველა კომპონენტი აქა. ანუ ის საფუარები, რომელიც აუცილებლად ჭირდება ფერმენტაციას, ანუ ღვინის დუღილს, წარმოდგენილია ველური საფუარების სახით ყურძნის კანზე. როდესაც ის არის ჭაჭაკლერთან ერთად ჩაწურული ქვევში, ის საფუარები იღებენ მონაწილეობას, ანუ ის გადაამუშავებენ შაქარს ალკოჰოლად. სხვა შემთხვევაში, როდესაც კლასიკური წესით ტყენდება ღვინო, მხოლოდ წვენი რჩება, შესაბამისად, რადგან მოშორებულია ჭაჭის ნაწილი, შესაბამისად, მაშინ უკვე ეს საფუარები აღარ არის და ამ ღვინის ამ ტექნოლოგიას ჭირდება უკვე დახმარება. და როგორც ხელოვნური საფუარების საშუალებით, მეღვინე იძულებულია რომ გააღვიძოს, მოდი ესე ვთქვათ, მისი ისა რა ქვია, ღვინის სიცოცხლის დასაწყისი და დაიწყოს, მაგრამ საქმე ზუსტად იმაშია, რომ ეს ხელოვნური საფუარები ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა შტამებზეა დამზადებული და ღვინის არომატებში და გემოში საკმაოდ სერიოზულ ჩარევას იწვევს, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელოვნური ჩარევა ფაქტიურად ხელოვნურ ჩარევას ვერ ვიცილებთ ამ შემთხვევაში. რაც სრულად გამორიცხულია ქართულ ტრადიციული ტექნოლოგიით დაყენებულ ღვინოებში. მართალ ღვინოებს ჩვენ ვეძახით ამას, როდესაც აი ხა მეც